რატომ შეუზღუდეს ჯუანშერ ბურჭულაძეს ყველანაირი კომუნიკაცია? ოცნების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ამის შესახებ სასამართლოს ხდომაზე ელაპარაკა. ბურჭულაძესთან ერთად ხდომას მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ცოლის ძმა ვასილ მხეიძე ესწრებოდნენ, რომლებიც ასევე ბრალდებულები არიან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეში. პროცესზე ამჯერადაც არ გამოცხადდა კიდევ ერთი ბრალდებული, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც 10,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. საქმეს ბრალდების მხარის მოთხოვნით ახალი მტკიცებულებები დაურთეს. რა არის ეს ახალი მტკიცებულებები? ნატალი ჯახუტაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში, რომელმაც იცის დამატებითი დეტალები ამ საქმის არსებითი განხილვის შესახებ. თავდაცვის ექს-მინისტრის პროცესი სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და შესავალი სიტყვებით წარსდგნენ მხარეები მოსამართლის წინაშე. თავად ჯუანშერ ბურჭულაძეც ესწრებოდა საკუთარ ხდომას და მან ისარგებლა სიტყვით, საკმაოდ ვრცელი გამოსვლა ჰქონდა. თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსანს მან ისაუბრა იმ ბრალზე, რომელიც წაყენებული აქვს და ღიად განაცხადა, რომ ეს ბრალი არის აბსურდული. ასევე დღეს ქართული ოცნების ყოფილმა მინისტრმა პროკურორს პირდაპირ უთხრა, რომ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში პროკურატურა მას არ დააკავებდა შეცვლილი ჩვენების საფუძველზე. საუბარია ბიზნესმენ ტუკვაძის ჩვენებებზე, რომელმაც მეორედ გამოკითხვისას უკვე დაადო ხელი ჯუანშერ ბურჭულაძეს და სწორედ ამიტომ დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ ბიზნესმენს აღარ წარუდგინეს ბრალი და მისცეს შესაძლებლობა, რომ დაეტოვებინა საქართველოს საზღვარი. ასევე ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს პროცესზე აცხადებდა იმასაც, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი არის კანონიერი და დეკლარირებული. ასევე ისაუბრა ესპანეთში შეძენილ უძრავ ქონებაზე სახლზე, რომელშიც გადახდილია დაახლოებით 9 მილიონი ევრო. ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 2014 და 2007 წლებში შეძენილი უძრავი ქონება გაასხვისა მან და სწორედ ამ რეალიზაციის შედეგად შეიძინა უკვე სახლი მალაგაში. მოხდა ერთი მტკიცებულება, იყო ირიდი ჩვენება თან შეცვლილი. მე მგონია, რომ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას არ გაითვალისწინებდა საერთოდ. არც განამარტო სასამართლო, ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა. ერთი და მეორე მტკიცებულება იყო ის, რომ თითქოს შევნიდნენ ლეგალიზაციის მიზნით, მოტივაციით და ამბობენ უძრავ ქონებას, რომელსაც მე თვითონ არ გამიგდია. თითქოს გაასვისა და იმით შეიძინა, მე თვითონ არც ერთ ჩვენებაში არ მithქვამს, რომ ამით შევიძინოთ. რაც შეეხება რეპუტაციული თვალსაზრისით, ეს შეიძლება კიდევ ხალხოსნო არ იყოს ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი, თუმცა ის, რომ მე დავმარე დეკლარაციაში, მე ვალდებული ვიყავი, რომ საანგარიშგებო პერიოდი, რომელიც წარმოადგენდა 2024 წელს, იმეთითებინა საანგარიშგებო პერიოდის გასავალი, შემოსავალი და დადებული ხელშეკრულება. ხელშეკრულება მე ესპანეთის ბირთვით დავდი 2025 წელს. ელიტური კორუფციის საქმეზე გამოძიების მიერ ამოღებულია ბრალდებულების ტელეფონები. დღეს სწორედ ამაზე საუბრობდა ბრალდების მხარე და დააყენა შუამდგომლობა, რომ ეს 7 დისკი თან დაერთო საქმის მასალებს. შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა, ასევე მოწმეების ნუსხას შეემატება 2 ექსპერტი, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერტიზა ამ ტელეფონებთან დაკავშირებით. საინტერესო იყო ჩვენთვის რა ინფორმაცია ნახეს პროკურატურის წარმომადგენლებმა ამ ტელეფონებში. პროკურორმა დაადასტურა, რომ ამოღებულია როგორც ვერბალური კომუნიკაცია, ასევე მიმოწერები ბრალდებულებს შორის, თუმცა შინაარზე ჯერჯერობით ბრალდების მხარე არ საუბრობს. რაც შეეხება ადვოკატების პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ ბრალი არის სრულიად შეთხზული
ბერძული, ასევე დღეს ჯუანჩერ ბურჭულაძის ადვოკატმა ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რაც დაუწესეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს პენტენციურ დაწესებულებაში. ადვოკატი დღეს აცხადებდა, რომ სრულად მოწყვეტილია ჯუანჩერ ბურჭულაძე გარესამყაროს, მას ჩამორთმეული აქვს უფლება, რომ სატელეფონო ზარი განახორციელოს, რომ პაემნის ფარგლებში შეხვდეს ოჯახის წევრებს, ასევე არა აქვს უფლება, რომ წერილები გადასცეს ადვოკატებს. რაც შეეხება ბიზნესმენ ტუკვაძეს, ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ქვეყნიდან სწორედ იმიტომ არის ბიზნესმენი გაქცეული, რომ მან მისცა ჩვენება ჯუანჩერ ბურჭულაძის და სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ. ტელეფონებიდან ამოღებული არის უშუალოდ ბრალდებულებს შორის გარკვეული სახის კომუნიკაცია. ეს როდესაც გამოკვლეული ხდება უშუალოდ უკვე ექსპერტის მონაწილეობით, მაშინ დადგინდება კონკრეტულად რა ინფორმაცია არის ამ ტელეფონებზე განთავსებული. ვინდა როგორც მოგახსენებთ, მათ შორის დისკებიც იქნა წარდგენილი და სწორედ ამ დისკებზე არის განთავსებული ეს ინფორმაციები. 7 დისკი არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ამ დისკებზე განთავსებული ინფორმაცია, როგორც მოგახსენებთ, სპეციალური პროგრამის მეშვეობით არის ჩაწერილი. თითოეული კომუნიკაცია დროის, ასე ვთქვათ, თარიღის მიხედვით გაიშიფროს ექსპერტთან ერთად. ეს მოხდება მხოლოდ ექსპერტთან ერთად, იმიტომ რომ სპეციალური პროგრამით არის ეს ყველაფერი ჩაწერილი. 2024 წელს განხორციელდა მისი, ასე ვთქვათ, ქონების გაყიდვა, რომელიც გამოიყენა შემდგომში ესპანეთის ქონების შესაძენად. შესაბამისად 2024 წელს რაც განხორციელდა, რა თქმა უნდა 25 წელს უნდა შეეტანა დეკლარაციაში. საუბარი არის ესპანეთში შეძენილ ქონებაზე. ესპანეთში მან ქონება შეიძინა 2025 წელს. წელს შეიძინა, წლის დასაწყისში დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება მას ჰქონდა 2024 წინა წელს. ანუ როდესაც თანამდებობიდან განთავისუფლდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაგას ვამბობთ, რომ ის ქონება, ის რაც გააჩნდა 2024 წელს, რაც შეიძინა, რაც გაყიდა, რა შემოსავალიც ჰქონდა, ეს დეკლარაცია, როცა წარადგინა 25-ში, მას წარდგენილი აქვს და ჰქონდა. რაც შეეხება ტუკვაძის ჩვენებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვასიმ ხეიძის მიმართ საქმეში არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი პირის ჩვენება. ამ პირმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც რამოდენიმე დღეში თავიდან ბოლომდე შეცვალა, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ წინა ინფორმაცია იყო ტყუილი და სიცრუე და ასეთი პირის ჩვენებას ეფუძნება მთლიანად სისხლის სამართლის საქმე. ეს ჩვენება არის გამოგონილი ტყუილი, ჩვენ დავკითხავთ ამ პიროვნებას სასამართლო პროცესზე ჯვარედინი წესით. კორუფციის ბრალდებით პატიმრობაში რჩებიან ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე ბრალდებული ექს-პრემიერის გარემოცვის წევრები, ჯუანჩერ ბურჭულაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე. დღეს სამივე ბრალდებული ესწრებოდა სასამართლო პროცესს. სხდომაზე არ იმყოფებოდა ისევ ვლადიმერ ღუდუშაური, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა ის ამ საქმეში არის ასევე ბრალდებული. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას, თუმცა ექს-მინისტრი ამ ბრალდებებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ის დამნაშავე არ არის.